მოგესალმებით ეთერშია და სოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი თანამხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. ბრატისლავის შტეფანიკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ყაველაშვილის პრესამსახურის თანახმად ვიზიტის ფარგლებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინმა უმასპინძლა. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. აღნიშნულია ინფორმაცია. მიხეილ ყაველაშვილი აგრეთვე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ განიხილეს დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვასა და საფრთხეობას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს. მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლესი მოკავშირე და მეგობარია. სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველოც. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ჩვენს ხალხებს და უფრო მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში, განაცხადა ყაველაშვილმა. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს. ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. პელეგრინის განცხადებით, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩვენ შევაფასეთ კონფლიქტის შუა აღმოსავლეთში, ირანში ამუნს უდიდესი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. თუ ის რამდენიმე კვირაში არ დასრულდება, უზარმაზარი გავლენა ექნება არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ მან შეიძლება სლოვაკეთის ეკონომიკაზე მოახდინოს გავლენა. კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში სლოვაკეთს ეკონომიკური ზრდა არ ექნება, რამაც შეიძლება მოიტანოს 6%-ით ეკონომიკური ვარდნა. რაც შეეხება უკრაინაში კონფლიქტს და მიმდინარე საომარ მოქმედებებს. გვინდა რომ დიპლომატია იყოს ჩართული, თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია. სხვა შემთხვევაში ვიხილავთ კონფლიქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რაც საფრთხე იქნება მთელი მსოფლიოსთვის, განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა. ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია. ირანის ელჩი ლაპარაკობდა თავისი ქვეყნის პოზიციაზე, რომ ვინც ჩაერია მის საწინააღმდეგოდ, ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ირანის ელჩს ეს განცხადება ქართულ კონტექსტში რომ გაეკეთებინა ხელისუფლებას რეაგირება იქნებოდა. შეკითხვაზე შეიძლება თუ არა რომ ეს განცხადება უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მარკო რუბიოს შორის შემდგარ ზარს შარმანაშვილმა უპასუხა, რომ არა, ეს არის საბოშო წარმოდგენები დიპლომატიაზე. ცნობისთვის, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ როცა ზოგიერთი ქვეყანა უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. ვინც ტრამპს მხარეაობა იძულებულია ამის ფასი გადაიხადოს. შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა. განცხადებას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესამსახური ავრცელებს. 3 აპრილიდან შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ, ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ასევე განცხადების მიხედვით შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფორცლით. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას განაცხადა. აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აპრილში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრა, რაც იმედია სასიხარულო იქნება ქართული საზოგადოებისთვის. ეს შეეხება ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ შორის. მეტი დეტალისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ და ველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება. განაცხადა კახა კალაძემ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, შემიძლია ვთქვა, რომ პიროვნული ტრაგედიაც არის, რაც ალეკოს გარშემო ტრიალებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ლელო ძლიერის საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. როგორც იოსელიანმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა, საკითხის შეფასებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის თქმით, ის ელისაშვილს პერიოდულად ხვდება, ესაუბრება და მის მდგომარეობას ეცნობა და აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში კვლავ აპირებს მის მონახულებას. იოსელიანის განმარტებით დაწესებულება, სადაც ელისაშვილი იმყოფება მკაცრი რეჟიმისაა, თუმცა მის მიმართ დამატებითი ან განსაკუთრებული არასასურველი მოპყრობა არ ფიქსირდება. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა პატიმართა უფლებებზე და აღნიშნა, რომ არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ ყველა ბრალდებულისთვის. ხვალვე ვაპირებთ დავაინიციოთ ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც იმუშავებს საქართველოში მინიმალური ხელფასის პრინციპების დადგენაზე. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროგრესს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ვერ გრძნობს. მისი შეფასებით, ხელისუფლება უფრო მეტად იცავს მსხვილი ბიზნესების ინტერესებს, ვიდრე დასაქმებულების სოციალურ მდგომარეობას. ამ კონტექსტში შარაშიძემ გაიხსენა თბილისის მერ კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი მმართველი პარტიის შემომწირველია. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ფასების ზრდაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, არასწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო. თბილისში 23 წლის ბიჭი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრია და ის ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა. როგორც ინტერპრეს ნიუს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თბილისში 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი ფუნქციონირებას ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ ინტერპრეს ნიუს თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით პროცესშია. პროექტის მიხედვით ტერიტორია 3000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სადაც ინდივიდუალური ვოლიერები, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და ლაბორატორია განთავსდა. უახლოეს მომავალში ცენტრი თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, ასევე ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. ახალი ცენტრი დედაქალაქს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება. პროექტის მიზანია მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობა და ამ მიმართულებით მუნიციპალური სერვისების ეფექტურობისა და მოქნილობის გაზრდა, განაცხადეს მერიაში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სამართლებრივი საბჭოს თავმჯდომარე ინამ კარიმოვს შეხვდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამართლებრივი სისტემების განვითარების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის ზრდას, პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას და ინსტიტუციურ თანამშრომლობას. ხაზი გაისვა ადვოკატების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. მოლდოვის პარლამენტმა DST-ს დატოვებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმების მისი პროტოკოლისა და წესდების დენონსაცია მოახდინა. გადაწყვეტილებას მხარი 60 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო DST-ს შექმნას, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიული აქტები საქართველოს წინააღმდეგ და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები უკანონოდ ყავს განლაგებული, ნათქვამია მოლდოვის პარლამენტის განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით ჰორმუზის სრუტის დახურვის ძირითად მიზეზს ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდასხმა წარმოადგენს. ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა. განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა. მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა. პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია, აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ესაუბრა. ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ცნობით ტრამპის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბარში მონაწილეობა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც მიიღეს. უკრაინა აფასებს ამერიკის ძალისხმევას ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. შევთანხმდით, რომ უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაძლიერების მიზნით ჩვენი გუნდები მომავალი დღეების განმავლობაში მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან, წერს ზელენსკი X-ზე. დონალდ ტრამპის განცხადებით აშიში უკრაინაში მიმდინარე ომში არ უნდა ჩარეულიყო. უკრაინაში არ უნდა ჩავრეულიყავით. უკრაინა ოკეანის მიღმა ათასობით მილის მოშორებით მდებარეობს. ჩვენ მათ დავეხმარეთ. სულელი პრეზიდენტი ყავდა, რომელმაც მათ 350 მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არაფერი მიიღო. განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, აშიშის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ისეთი საბრძოლო მასალა გადასცა, რაც ახლა ამერიკას სჭირდება. ჩვენ ახლა საბრძოლო მასალას ვამზადებთ, რომელიც გვჭირდება, რადგან მან ბევრი რამ უკრაინას მისცა. ახლა კი ისინი საბრძოლო მასალას ყიდულობენ, რომელსაც მე ვიყიდი, ამისთვის თანხას ევროკავშირი იხდის, აღნიშნა ტრამპმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.